მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიდეოში გვეყოლება 4 და 8 ის დღეს ისაუბრებს ბატონი გოგა. გამარჯობათ ბატონო გოგაო. მიკროფონი აიღეთ. Короче, ეს არის 53 4 და 8 ის სულად გამართული და სვეჟი. მოდი ახლა დაგაცვარიელებინეთ. ჯეს ალოს მანქანისას და დანარჩენი. აი ზევიდან ჩაახედე. სულად სვეჟი და გამართულია. მოდი ახლა მოგასმენებთ ამანქანის ხმას. გასმიეცი კაია, გუგუნებს იმინა, გუგუნებს. ამე ხა გაჩვენებთ ამანქანის ძრაოს, გამონაბოლ კლუბში რა. ახადი რა კაპუცობა. ერთი ენჯელი. კიანათებს მაგრამ ვიდეოში არ ჩანს. ახალ ამანქანის ძრაოს. აი სულად მოწესრიგებულია ცოტა გასარეცხე, მაგრამ არაფერი. ორ წიკწიკებს მინახე. ძალიან მაგარია. აი კიდე. ეს. ავიცნო კიდე რა ვთქვა. კიდე რა, აი ყველაზე მთავარი რა. აქ ქვემალება დიდი საგანძური. ეს ჩვენი უზარმაზარი ბასავიკი. იმენა თავის ცალკეუსი იწელს არის. ძალიან მაგარი ხმა აქვს. просто ხა ვიდეოში ისეთი ხმა ვერ ექნება, როგორც რეალურად. მაგრამ ჩავართავთ და გაჩვენებთ. ჩართე მიდი მუსიკები. ჩართე ბიჭო მუსიკები. ჩავანაცვლეთ ბატონი გოგა. იმიტომ რომ არაფერი არ იცის. ფარები რის გიყენია. მოგესალმებით. ამანქანაზე რა შემიძლია ვთქვა? ხმა იმედია ისმის. ესე იგი 4 და 8 ეს ისინი ველაგია თავისი, ქართული. არანაირი ალაკერილი გადმოკერილები. სამსაც შეეხება ნორმალურ მდგომარეობაშია, ცოტა ამოსაწმენდია, მაგრამ აქედან ცოტა შეახება შორიდან. ხო. ის პრიბორები. პადუშკები უკან გაგვაჩნია, მაგრამ წინა პადუშკები არა გვაქვს ჯერჯერობით. და სულ რაღაც 2 თვეა რაც ეს მანქანა მყავს და ბევრი რაღაც არის გასაკეთებელი სხვათა შორის. იმიტომ რომ ნუ საბურავები, წინა პადუშკები მინდა და რაღაც ეგეთ დეტალები რა, რომელიც ახლა მანქანას რო იყიდი და რო გაცვლი თუ როგორც არის, ყველა სჭირდება შენ გემოზე რომ დადგეს რა, ახლა დამითანხმებით ეს სისტემა საერთოდ არ ხდება ამას. საერთოდ მე არ მომწონს. ვაფშე გადასაყრელი არის რა. 4 და 6 მაგრამ ამას არ ხდება. ხო, თავისი დისკები მინდა 4 და 8. სხვათა შორის თუ ვინმე სურვილი გაგაჩნიათ რომ ეს დისკები წაიღოთ, ერთი არის ნასვარკი. პირდაპირ ერთი ნასვარკი მეტი არის. ხო, ერთი არის ნასვარკი უკანა მარცხენა. ეგეც გვერდზე და თუ ისმეს გინდათ 4 და 8 ეს დისკებში გაგიცვლით. ერთი ვუყოთ. ხო. ნუ რაც შეეხება კიდე ვიზუალს, პოლირება უნდა მანქანას. სალონი ნუ ქიმწმენდა და ყავის რაკეთება შესაძლებელი არის. იმიტომ რომ ცოტა დეფექტები აქვს. რაც შეეხება წინა მხარეს. ფარებზეც პოლირებაზე უარს არ ვიტყოდი კი არა და დავაპოლირე, მაგრამ შუშები არ მივარგა. და ამას ვინ შესვლის მაგასაც ვეძებ შეგაცვლე ვიდეოს არ არის პრობლემა შუშები რო შევცვალო. ხო, რა ვიცი დანარჩენი კიდე ასე თუ ისე მდგომარეობაშია რომ თავის წლოვანებისთვის 4 და 8 ის-ისთვის ძრავი იდეალურია. თუ მინდა ძრავის ხმაცაც მოგუსმინეთ მე. ხო, ეს ბაბაჩკებზე არ შემედაოთ რომ ვერცხლისფერი არ უხდებაო.
იმიტომ შავი იყინა და სპეციალურად ვერცხლისფერი დავაყენე, იმიტომ რომ მოვწონს. რა? უკანასტოპებზეც ეხა ჩვენი ოპერატორი დაობს, რომ ისო რა ქვიაო, წითელი უხდებაო, მაგრამ ეხა ჩემთვის ლედები და თეთრები მაინც სხვა თემა ამ ფერზე რა. განჩენები, რას ფიქრობ? ბატონო გოგა. ძალიან, ანუ, კაი მანქანაა, კაი უზოვა, მაგრამ ხელისშლება უნდა შეკაიფოთ რა. სტოპებზე კითხეთ მე. სტოპები ისინი უფრო ხდება ვიდრე ეს. აი, არის. ო, არის. ეს ვაფშე შენ ოპერატორი რო არ მანქანაში ვაფშე არ ჩაქვსავდი შენ. ხო. დანარჩენი სტოკი არა, ყველაფერი თავისი არის როგორც არის რა. მისარკეები. ისი? მისარკეები. ეგ ხარ ხსატყუებ, მისარკეები არა, ტემოსარკეებია. ხო, და გადასაყრელი მაქვს იგი. Oh my god! Wow! რაღაცებს შემოგთავაზებთ, დანარჩენს კი გზიდან. ესე იგი. შეიძლება სიარულს. ნუ, მოკლე შეტარებას მოვიყვან. მუსტანგი მიყავდა მექანიკა რა 3 და 7 2011-იან. იმასთან შედარებით, ამ მანქანით რომ მოძრაობ, ანუ იმ ხელას სიამოვნებას ვიღებ, რომ აი აღარ ვფიქრობ უკვე იმაზე, რომ აი მუსტანგი მიყავდა 3 და 7 რაღაცა რა, ანუ იმდენად კომფორტულად ვწდო თავს, გაწევა გინდა დაადგა მოყვება, კომფორტი გინდა დადის. ხო და მანევრს რაც შეეხება, აი რავი, ჩვენთვის პირველი ბენევია რო იწვენ, არ ყავდა აქამდე ბენევია და მით უმეტეს X-ი რა, 4 და 8 ეს. ხო და ანუ სადაც მინდა როგორც მინდა, აი რას ისტრაფიდაც მინდა, მოსახვევში ისეთი მანევრი აქვს, რომ აი მართლა შეიძლება მუსტანგით ვერ გავსულიყავი იქ რა, აი ნაცადი მაქვს რა. ხო და ნუ ერთი მინუსი გვაქვს, რომ განავიდუში არ არის და ტრაქს ვერ იქნევს, მაგრამ კვადროზეც ცურაობის მხრივ რო არ გვიბლოკავდეს ხიდი მაინც გათშულზე შეუძლია, იმიტომ რომ სველზე მაინც ვერ ასწრებს დაბრუნებას და რუქშის რეალებს. ხო და დანარჩენი კიდე რა ვიცი, ინტერიერზე შემიძლია ვთქვა, რომ ამისი ტორპედოები საერთოდ აი უფუჭებელი არის რა. მიეცოდინებათ ეგ ყველაფერი, რომ აი ამის ტორპედოს სურობ ზეწვიმაზე ეკდოს არანაირი ფუჭება არ აქვს რა. ნუ საჭეც ახლა იმის საჭე ჩაოლები რაღაც ნორმალური საჭე აყენია, ვერ ვიტყვი რომ გადასარევი არის მეთქი, რა ნორმალური საჭე არის რა. ხო და რაც შეეხება შიდა ინტერიერს რაღაცები აქვს, მაგ შესასვლელის სიდენიების რესტავრაცია მინდა. იმიტომ რომ ის არის რა, ანუ აქა-იქა დაბზარულები არის და ნუ ფერია გადასული რა. და ეს მაკაგონები მაქვს შესასვლელი ფერში არზის. ნაყიდი მაქვს. და ნუ წვრილმანი აქაც უნდა რაღაცეები რა. ხო და რაც შეეხება აი თითოეულ მანქანას, იმდენად მსიამოვნებს ამის სიარული, რომ აი ამ ეტაპზე ამაზე უკეთეს ვერ ვიტყოდებ რაღაც SUV-ს ვიყოლებით ხო რა. დაადგა მიდის. არ დაადგა, პროსტა ბირსოს ხა ეგ თავარი საკითხი, რომ რამდენიც არ უნდა ჩაასხა წვავს რა, იმენ არ აინტერესებს რამდენი ასხია შე. აი როგორც დაადგა ისე წვავს რა. მოდი პატარაზე დავადგათ ახლა. ანუ იმენა მიდის, აი საზღვარი არ გააჩნია. იმენა გამომდინარე, რომ წლოვანება ძველი აქვს, გადაცემათა კოლოფი ძველი არის, მაინც მიდის. პატარა დაგვიანებები აქვს კაროკას, მაგრამ რაღაც შედარებით მაინც კარგია. აი მოსახვევში შეუშვი, არ შეიძლება მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა შემოვიდა 90 და აი მანქანა ვერ იქცევ. საერთოდ ვერ იქცევ ვერაფერი. ხო და ვისაც გინდათ X იდეთ 4 და 8. 4 და 4 და ტრინოლები მე ეგ X არ არის. მე დავებით ვინმე მაგ საკითხზე. პირდაპირ მე. რატო? იმიტომ რომ სამი დაბალი ყავდა ძალიან მასია. ეკონომიურია. არა, ეკონომიასაც შეეხება, ეხლა ამაზე ეს რო ყავს, არ უნდა ილაპარაკო, რომ რაღაცა ეკონომიური მინდაო და ბევრს ატუწავსო, იმიტომ რომ აი წვავს კი არა, რავი. რაც ეს ამყავს, იმდენსაც წვავს, რომ მუსტანგი ვერ აწვავდა ამის ნახევარს ალბათ. თორე სიამოვნებით, არა სიამოვნება მართლა ძალიან დიდი აქვს რა. ხო და ეხლა ჩვენ ამით დაგემშვიდობებით. გამოიწერეთ არ ლაიქეთ ვიდეო და
კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი ამას შედარებით. ახლა დიდი გამოცდილება არ მაქვს რა კამერასთან პირველად ვარ. კამერასთან საერთოდ პირველად ვარ. დიდი გამოცდილება არ აქვს, ვერაფერ ვერ ვილაპარაკე, საინტერესო, მაგრამ რაც ვილაპარაკე, მაგასთან დაკავშირებით იქ თქვენი აზრი დაწერეთ. ახონდ